მეტაბოლიზმი არის ნივთიერება და ცვლა. მაგალითი გვაქვს. ეს არის ენერგეტიკული ცვლა და პლასტიკური ცვლა. იგივე ანაბოლიზმი და იგივე კატაბოლიზმი. რაც შეეხება ანაბოლიზმში, ხდება რთული ნივთიერების, იგივე C6H12O6, რომელიც არის გლუკოზა, იშლება და წარმოიქმნება სხვა მარტივი არაორგანული ნივთიერებები, როგორც არის CO2, O2 და H2O. ხოლო კატაბოლიზმი შემეშალა ანაბოლიზმი და მეთქვა. ანაბოლიზმი და მეთქვა პლასტიკურზე შემეშალა. კატაბოლიზმი არის ენერგეტიკული ცვლა, ხოლო ანაბოლიზმი არის პლასტიკური ცვლა, როდესაც მარტივი არაორგანული ნივთიერებებიდან ჩვენ ვიღებთ ლომაზე, ვიღებთ ჩვენ რას? ჩვენ ვიღებთ რთულ ორგანულ ნივთიერებას C6H12O6. მე რო გამოსახო ფორმულის სახით, უჯრედული სუნთქვა იგივე ენერგეტიკული ცვლა ახასიათებთ ჰეტეროტროფებს, რადგან მათ უნდა მოიპოვონ ეს გლუკოზა და გლუკოზა რა ანუ ეს საკვები, ხოლო ავტოტროფებს ახასიათებს პლასტიკური ცვლა, ანუ მცენარეებს ახასიათებს პლასტიკური ცვლა. ენერგეტიკული ცვლის ერთ-ერთი მაგალითი არის უჯრედული სუნთქვა, რომელიც ჩვენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს. კერძოდ ჩვენ გავეცანით უჯრედის აგებულებას და ჩვენ ვიცით რომ უჯრედში არის ასეთი მინი პატარა ენერგიის ქარხანა, რომელსაც უწოდებენ მიტოქონდრიას და ზუსტად მიტოქონდრიაში მიმდინარეობს უჯრედული სუნთქვა, მეგობრებო და აი ეს უჯრედული სუნთქვა არის იგივე კატაბოლიზმი, ანუ დისიმილაცია, იგივე ენერგეტიკული ცვლა. შეხედეთ ახლა დავიწყოთ. უჯრედული სუნთქვა არის ძალიან ძნელი პროცესი, რომელიც იწყება ციტოპლაზმაში. ციტოპლაზმაში იწყება პირველი ეტაპი, იგივე გლიკოლიზი, როდესაც გლიკოლიზში აღმოჩნდება რა? ჩვენ რა უნდა ვქნათ? დავწვათ უნდა გლუკოზა. გლუკოზას როცა ვწვავთ, მე აღმოჩნდა ციტოპლაზმაში გლუკოზა C6H12O6. C6H12O6 გლიკოლიზის პროცესში დაიყოფა ორ პირუყურძნის მჟავად, იგივე პირუბატად, სამნახშირბად ატომიან ორგანულ ნაერთად და ამ დროს რა ხდება? ამ დროს გლუკოზის დაშლის შედეგად 4 ATF იგივე ადენოზინ ტრიფოსფორმჟავა გამოიყოფა და აქედან 2 ადენოზინ ტრიფოსფორმჟავა ხმარდება გლიკოლიზის პროცესს. და 2 არის ჯამი ჩვენ რაც მივიღეთ ენერგია გლიკოლიზის პროცესში. 2 ATF მივიღეთ ჩვენ გლიკოლიზის პროცესში და მივიღეთ 2 პირუყურძნის მჟავა. რა ხდება შემდეგ? ეს არის უჟანგბადო პროცესი, ანაერობული პროცესი. უნდა ვიცოდეთ, რომ ანაერობები და აერობული სუნთქვა. აერობები არის ჟანგბადიანი, ანაერობული არის უჟანგბადო გარემო. რაც შეეხება გლიკოლიზის პროცესის დამთავრების შემდეგ, ჩვენი პირუყურძნის 2 მოლეკულა თუ ჟანგბადი საკმარისი იყო, გადადის უკვე მიტოქონდრიაში, მემბრანებში, სადაც იწყება სხვა პროცესები. მაგრამ თუ არ არის საკმარისი ჟანგბადი, მაშინ მიმდინარეობს სპირტული და რძემჟავა დუღილი, რომელსაც შემდეგ განვიხილავთ. რა შეეხება ჟანგბადი მე მაქვს ჟანგბადი და გადავდივარ მიტოქონდრიის მემბრანაზე, სადაც ხდება მეგობრებო კრეფსის ციკლი. კრეფსის ციკლში უკვე ისე ვაწეროთ, პირუყურძნის მჟავა დაიშლება ძმარ მჟავად და ეს ძმარ მჟავა მოხდება 8 ფერმენტის ზემოქმედებაში და ყოველი ფერმენტთან გაივლის და ძმარმჟავა დაიფქვება CO2-ად და წყალბადის პროტონებად და ადებით დამუხტულ პროტონებად. ეს წყალბადის პროტონები და CO2 ჩვენ პროტონები დაგჭირდება, ხოლო CO2 უკვე გადადის მემბრანით და პლაზმურ მემბრანით დაგტოვებს, აღჭირდება CO2, ჩვენ CO2-ს გამოვყავთ. ერთი წამი ბოლომდე გამივიდეთ. კრეფსის ციკლში გამოდის 2 ATF და ეს H დადებითი პროტონები გადადიან ელექტრონის გადამტანის ჯერში ერთი წამი. აღარ უნდა ვიდეო. რატომ?